ვერძის ნიშანში მთვარე საერთოდ ნიშნავს, რომ დედა იმპულსური, აი ხა რაც აღწერ ესეთი ემოციური და ესეთი ლიდერული პოზიცია შეიძლება ეკავოს დედას, ან კონფლიქტური იყოს, ან ძალიან მაღიზიანებდეს დედა, ოღონდ იმპულსურად უცებ გავბრაზდე და უცებ გადამიაროს. იმიტომ რომ თითანაც ესეთი ტიპაჟი იყო შეიძლება არის, აპროვოცირებს აი ამ მძაფრ ემოციებს, ხო? მძაფრი არაპლუტონურ-მორიელურად მძაფრი, აი იმპულსური უცებ, ხო? კიდევ ერთი დამახასიათებელი არის, ვერძი იცით ძალიან ბავშვური არის და ბავშვური ტიპაჟით შეიძლება შემოვიდეს, მან რა თქმა უნდა გააჩნია ახლა ასპექტებს, მაგრამ ახლა მე ხშირად რომ მქონია მთარე ვერძებთან ურთიერთობა ძალიან შეიძლება გულუბრყვილოები იყვნენ, შეიძლება ძალიან ენდობოდნენ გარემოს, ხო გახსნელი უშიშარი, ესეთ ემოციურად გახსნელი ადამიანი შეგვიძლია ესე დავინახოთ ხოლმე. ცოტა განსხვავდება აქ პირველი სახლი მთვარისგან, იმიტომ რომ პირველი სახლი ეს არის ჩვენი იმიჯი, ჩვენი თვითგამოხატვა გარესამყაროსთან, როგორ გხედავენ და როგორ გრძნობ, აი მეგობრებო, პირველი სახლი არის ხოლმე სხეული, აი პირდაპირ სხეულის შეგრძნებები, ფიზიკურად კანი მაგალითად, ხო? და მთვარე ძალიან სენსიტიური არის, გარემოს გრძნობენ ძალიან და პირიქით აქ ემოციურადაც გამოხატავს თავს ადამიანი და ან საერთოდ იკეტება ესეთ კირჩხიბულად, ხო? მთვარისეულად შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს ადამიანი და აი ისე იყოს ასციდენტი კირჩხის რა ხასიათებს რო გამოვა და არ ჩანს თითქოს, ხო? იმიტომ რომ ძალიან გრძნობს, ძალიან ეხება, მის შინაგან სამყაროს ეხება ძალიან პირველ სახლზე არტყამს, ხო? ეს მთვარე გარემო პირობები, გარემოება. გააჩნია მე ეს მთვარე საიდან მოდის, თუ მე სახლიდან მოდის, საერთოდ უკვე სხვა ისტორია არის, ან მართლაც გულისხმობ, თუ მეათე სახლიდან კიდე სხვა ისტორია არის და მთლიანად იკინძება მარტო რომ ერთ ნიშანს შევხედოთ ხოლმე, იქ ძალიან ბევრი დეტალი გვაქვს გასათვალისწინებელი და ესე ნენელა იკინძება ხოლმე ფასურად ადამიანის ფსიქოტიპი. მთვარე ვერძი არის იმპულსური, მეთქებადი, ესეთ სიტუაციები იზიდავს, სადაც სწრაფი ემოციების გამოხატვა არის საჭირო. აი ცეცხლოვანი ბუნება, შინაგანი ემოცია, რომელიც არის ძალიან მძაფრი და ძალიან იმპულსური.